გამარჯობა, მე ვარ გოგონა ლურჯი ყაბალახით, ზანდა კონცერტზე 22 წლის. აჭარიდან. ვარ მოცეკვავე ქორეოგრაფი, ბარმენი და ფოტომოდელი. მაქვს 3 დაბადების დღე. პირველი დაბადების დღე არის 2002 წლის 28 იანვარი, მეორე დაბადების დღე არის 2023 წლის 25 ოქტომბერი და მესამე დაბადების დღე არის 2024 წლის 21 დეკემბერი. ერთი წლის წინ დავიბადე თავიდან, იმიტომ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მომევიდა, რაც ძალიან ძიმედ გადავიტანე, 7 დღე ვიყავი მარშრუტ სუნთქვაზე და დავიბადე მეორედ. და 21 დეკემბერს დავიბადე მესამედ, იმიტომ რომ მაშინაც აიხლათ ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი ხალხისგან. აქციის პირველი დღიდან ვდგავარ საველზე. რატომაც არა მოცეკვავემაც გავაკეთეთ მარში თქო. არ ვიცოდი ამას ამდენი გამოხმაურება მოყვებოდა თუ არა. სულ ერთ დღეში გადავწყვეტეთ ყველაფერი. უბრალოდ დავწერეთ დაიტოვეში ვინ იქნებოდა მსურველი. ძალიან ბევრი ვიყავით. შევიკრიბეთ ფილარმონიასთან 21 დეკემბერს 7 საათზე. იქვე გადავწყვეტეთ ყველაფერი, რას როგორანაირად გავაკეთებთ და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც იმ დღეს შემოგვიერთდა და დაორგანიზებაში უცებ დაგვეხმარნენ. ბიჭებს, რომელთაც მხრებზე ვედექი და ძალიან რთული ამის გაკეთება მართლა თან ჩემთვისაც და იმათვისაც, იმიტომ რომ ეს უნდა გაიარო რამდენჯერმე მაინც და ჩვენ იქ უცებ გადავწყვეტეთ 2 წამში რომ ამას გავაკეთეთ. ჩამოვარდნის რისკი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ხალხის მუხტი გვაძლიერებდა. რატო გადავწყვეტეთ ამ მარშისთვის ხორუმის დარქმევა? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხორუმი არის საბრძოლო ცეკვა და საქართველოს იბრძვის თავისუფლებისთვის. მოცეკვავე ვარ და მოცეკვავეებს გვაქვს ესეთი ჩვევა, როცა ვცეკვავთ, არ ვუყურებთ მაყურებელს და მეც ესე ვიყავი, როცა ზემოთ ვიყავი. მქონდა ერთი წერტილი, 3 დროშა იყო ერთად გაერთიანებული, უკრაინის, საქართველოს და ევროპის დროშა. და ეს წერტილი მქონდა ამოღებული და სანამ იმ დროშამდე არ მივედით, იმ დროშას ვუყურებდი ბოლომდე. იმიტომ რომ ეს რაღაც კი ძალიან დიდ ძალას მაძლევდა ეს ყველაფერი. და ამ ზღვა ხალხში შესვლისას გრძნობდი, რომ თუ ერთად ვიქნებით, ერთ მუშტად თუ ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა. სიყვარული გადაგვარჩენს, რა თქმა უნდა, და თანადგომა კიდე უფრო მაგარი რამეა. და ქართველებს შეგვიძლია ეს ყველაფერი და გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ ისევ. მოგეხსენებათ, რუსთაველზე არ იჭერს ტელეფონი, სანამ სახლში არ მივედი, ტელეფონი ვერ გავხსენი. ტელეფონი რო გავხსენი, უამრავი შეტყობინება დამხდა პირველ რიგში და მე რო ავსქოლე, ვიცოდი რომ რაღაც კარგი დამხდებოდა. და რო ავსქოლე, ვიგრძენი უდიდესი სიყვარული ხალხისგან და სიამაყით შეგრძნები თავისა, რომ ესეთი მაგარი ერი ვართ და ძალიან გვიყვარს ქართველებს ერთმანეთი რეალურად და ვაფასებთ ერთმანეთს. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი იყო, რომ ქართლის დედა გავაღვიძე. არ ვიცი, მაგ კომენტარზე მართლა ბევრი ვიტირე და კიდე უამრავი შეტყობინება იყო, რომ აი ძალიან ძლიერი ვარ, ქართული ქალის სახე ვარ და აი უდიდესი მადლობა ყველას ამ სიტყვებისთვის და იცოდეთ, რომ ჩვენზე დგას ჩვენი ქვეყანა და გავძლიერდეთ. ჩვენ გვინდა თავისუფლება. გვინდა სიტყვის თავისუფლება. ჩვენ თუ გვინდა ევროპა, არ ნიშნავს ევროპა იმას, რომ ჩვენ ჩვენს ღირებულებებს ვკარგავთ. არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ტრადიციებს პატივს არ ვცემთ. არ დავივიწყებთ არაფერს და ზუსტად ამის თქმა გვინდა და ჩვენ საზოგადოებისთვის. ჩემი საყვარელი გამონათქვამი არის ძმაზე ხარ ძლიერიო. ამიტომ თუ ერთ მუშტად ვიქნებით შეკრული, მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც ჩვენ ველოდებით. და მე მჯერა, რომ ძალიან მარლ მე ვიღებთ იმას, რაც გვინდა და შევალთ ევროპაში ხორუმით.